წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა გახსნა. საზეიმო ცერემონია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და კიბერუსაფრთხოების ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა უმაღლესი განათლების მოწყობის სისტემას. ვიზიტის დროს თანამშრომლობისთვის შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე ირიცხება 120-მდე სტუდენტი, რომელთა სწავლის საფასური სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ღონისძიებაში ანსამბლ ჰერიოს წევრები მონაწილეობდნენ. საზეიმო ცერემონიას ტელეწამყვანი ელისაბედ აბულაძე უძღვებოდა. დღეს არის ჩვენი ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის დამაგვირგვინებელი საღამო. დღეს ჩვენი სტუდენტები პირველი და მეორე კოჰორტა მიიღებს ენკაუსა და სანგუს დიპლომებს. ეს არის ძალიან დიდი შრომის, ძალისხმების და მონდომების შედეგი. ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი მეგობრობა, რომელზეც ამდენი წელი მუშაობდით, დღეს აი ამ შედეგად გარდაიქცა. დღევანდელი ღონისძიება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის წარმოადგენს მრავალწლიანი შრომის შედეგს. საერთაშორისო პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროს კიბერუსაფრთხოებას ეხება. ეს პროგრამა ხორციელდება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად. სწორედ დღეს აღინიშნება ამ პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვების ცერემონია. ისტორიული დღეა, რომელიც აღნიშნავს ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფს. ეს პროგრამა მომავალი თაობებისთვის ბიძგის მიმცემია. ეს პროგრამა ძალიან საინტერესო იყო ქართველი სტუდენტებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ ქართველი ლექტორები, არამედ ამერიკელი ლექტორები გვასწავლიდნენ და ძალიან საინტერესო იყო მათი პრაქტიკიდან და მათი გამოცდილებიდან ამ ცოდნის მიღება ჩვენთვის. მე გახლავართ კურსდამთავრებული ამ პროგრამის NKU-სა და სანგუს ერთობლივი პროგრამის. დღეს გვაქვს გამოსაშვების საღამო. ავიღებ 2 დიპლომს, ესე იგი კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება.